ეს მთავრობას რატო აქვს ესეთი ის რომ არ უნდა გააკეთოს რიეთის იქით არაფერი არ ვიცი. სკრისა და რიეთისგან განსხვავებით სოფელ კოშკების სახელწოდებას მხოლოდ მიკროავტობუსის აბრაზე თუ შეამჩნევთ. სხვა სოფლების მსგავსად კოშკების აბრა სოფლის შესასვლელში არ დგას. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ კოშკებში მაცხოვრებლები ხელისუფლების მათდამი დამოკიდებულებას. მოსახლეობა ამბობს, რომ არაერთი მოუგვარებელი საკითხის მიუხედავად სოფელში არანაირი სამუშაოები არ შეიმჩნევა. სოფელი არის მიტოვებული მთავრობისგან და არა ქვემო სოფლებისაგან. ეს გზა მათაც აწუხებთ, ეს წყალი მათაც აწუხებთ, იმიტომ აქ თუ არ იქნება წყალი, იქაც არ არის კარგი წყალი. ხო და ამიტომ უნდა მოხედონ პირველ რიგში სოფელს, გვინდა აუცილებლად გამრიცხველიანება, გვინდა წყალი, გვინდა გზა. არანაირი, უბრალოდ თუ არ არის შეზღუდვა, ნაგვის ბუნკერი ჩვენ სოფელში არ დააყენეს, ეგ ხო ელემენტარულია. მაგასაც რაღაც მაღალი ძაბვა არის და პრობლემა არის, ყუთი რომ მოიტანონ და დადგან. რიეთის იქით რომ რიეთის ტრაფარეტიდებს და იმის იქით რომ კოშკებია, ის აღარ უნდა იცოდეს რომ მოდის მომავალმა ადამიანმა რომ იქით კოშკებია და უნდა იყოს იქ ნიშანი. მაგასაც დიდი რამე უნდა. ხო გამოდის ასე იგი რომ ვიზღუდებით ყველანაირად, ხო? სოფელში ერთ-ერთი მწვავე პრობლემად განიხილება სასმელი წყლის საკითხი. ადგილობრივების ინფორმაციით სასმელად ვარგისიანი მხოლოდ წყაროს წყალია, სადაც საფრთხეს ვერ ხედავენ. თუმცა როდემდე მოუწევთ შორი მანძილის გავლა ყოველდღიურად წყლის მოსამარაგებლად, მათთვის უცნობია. წყალი ვითომ გააკეთეს, გამოუყვეს რაღაცა, კი აიღეს ფული ჩაიჯიბეს, მაგრამ მარტო აგერ მოდის ისა წყაროს წყალი. ხო და დანარჩენ შეუერთეს ხევის წყალი, ისე რომ არ დაილევა, კი გააკეთეს ეს კრანები, მაგრამ მოდის მღვრიე წყალი, უარგისი წყალი. არა, გაქვს წყალი? არის, მაგრამ არ ილევა. რატო? არ არის, სატანი იყო და არ ილევა, არ არის ვარგისია. დაბინძურებულია? არა, ისედაც რაღაცა ის არის, რაღაცა მოვიდა ჩხილი უჩვენს. დასალევად არის ვარგისია, მარტო შარეს კიდე. სოფელში არაფერი არ არის. აი მაგალითად ამ სპორტული ღონისძიების ჩატარება რო გინდოდეთ თუ შეძლებთ რომ გააკეთოთ. პრობლემების გასაცნობად ადგილზე ქართლოსის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ახალგაზრდებთან გასაუბრებაც სურდათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა საქართველოში აღარ ცხოვრობს. ამ სოფელს ყაზბეგის საგუშაგოს გავლით მხოლოდ დასასვენებლად თუ სტუმრობენ. უფრობები რაცებია და დადიან. ის კაი ცხოვრებაა. შენ რას აკეთებ? მე ცეკვებზე დავდივარ, მე ვსწავლობ. სოფელში არანაირი გასართობი არ არის ახალგაზრდობისთვის, მათთვის საჭიროა ისეთი ადგილების შექმნა, სადაც შეძლებენ შეკრებას და განახორციელონ, სადაც შეეძლებათ შეეკრიბონ და განახორციელონ ახალგაზრდული იდეები. დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები, თუნდაც ჩაატარონ რაიმე სპორტული ღონისძიება. ამისთვის თქვენ რას გააკეთებთ? ამისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ მიმართოთ გამგეობას, რომელსაც ეს სოფელი ექვემდებარება და მათამდე მივიტანოთ ეს პრობლემა. კარგი იქნება თუ შეიქმნება ასეთი ადგილები და ჩვენ შევეცდებით, რომ ადვოკაცია გავუწევთ ამ პრობლემის მოგვარებას. კლუბია ძველი ის ბიბლიოთეკის შენობა იყო, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, იქ კომპიუტერები ამოვიტანეთ, ოთახი გამოუნახეთ, რომ ახალგაზრდობა მივიდეს შეისწავლოს ეს კომპიუტერები. თორე რაც შეეხება ახლა უყურადღებობა ნამდვილად არ არის, ის საშუალებაც აქვს, გზაც გაუკეთეთ მაშინ რომ მოვედით. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი მოსახლეობის ეჭვებს წყალთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასმელი წყალი სოფელ კოშკებში მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ის მოსახლეობის შეფასებებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საჭიროებიდან გამომდინარე კოშკებშიც ანალოგიური ყურადღება ვლინდება ხელისუფლების მხრიდან, რაც გორის მუნიციპალიტეტში შემავალ სხვა დანარჩენ სოფლებში. გამგებლის წარმომადგენელმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სასმელ წყალთან ერთად ბუნებრივ აირზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოშკებს გაზი სავარაუდოდ მომავალი წლიდან ექნება. ინფორმაცია გვაქვს, რომ შეიძლება გვიან შემოდგომით ან მომავალი წლიდან აუცილებლად მაინც მოხდება გაზიფიცირება. წყალი კეთდება მათ ხელოვნური ფილტრით. იყო გაკეთებული, მაგრამ ძალიან ახლოს იყო სოფელთან იქ საქონელის მოძრაობა. ის ადრე გააკეთეს ეს ფილტრი და იყო დაბინძურებული, მაღლა გადიოდა სარწყავი არხი და ჩაედინებოდა შიგა და ბინძურდებოდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით ზემოთ ნაწილში კოშკებიდან 400 მეტრში გავაკეთეთ ჩვენ ეს ხელოვნური ფილტრი. სხვა წყაროები მაგათ აქვთ, მაგრამ როდესაც ძლიერი წვიმის შემთხვევაში ცოტათი იმღვრევა ეს წყალი. ანუ საფრთხე ემუქრება მათ ჯანმრთელობას? არა, ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ ზემოთ მოსახლეობა არ არსებობს, მოდის სუფთა წყალი და ჩვენ ძირითადად გვაქვს გრუნტის წყლები. მაგაზე ვაკეთებ. ყველა ჩვენი სათავე ნაგებობა წყლის არის ამ ხეობაში. აღნიშნული საკითხების გარდა სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ბოზებით შესაძლებელია, რასაც მოსახლეობა საფრთხედ მიიჩნევს და უბედურ შემთხვევასაც არ გამორიცხავს. როგორც გამგებლის წარმომადგენელმა აღნიშნა, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ენერგოპრო ჯორჯია და რეაგირებას მათგან ელოდებიან.
რა ნაბიჯები გადაედგმება სოფელ კოშკებში პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ქართლოსის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები პროცესებს დააკვირდებიან. მონიტორინგის მიზნით ისინი ამ სოფელში სტუმრობას სამომავლოდაც გეგმავენ.